საქართველოს თასის გათამაშების განმეორებითი შეხვედრა მარგვეთის გამარჯვებით დასრულდა. სპორტის სასახლეში გამართულ საკალათბურთო მატჩი მარგვეთის სოხუმის გუნდს დაუპირისპირდა. მასპინძლებმა მეტოქე 105-93 დაამარცხეს. ზესტაფონის უკანა ხაზეულმა სანდრო სანაძემ 41 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა და 5 პასი მიაყოლა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 47 ყველაზე მაღალია თასის გათამაშების მატჩებში. აღსანიშნავია, რომ სერიის პირველი მატჩი მარგვეთმა თბილისში 8 ქულით მოუგო სოხუმელებს. საპასუხო მატჩში კი 12 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და თასის გათამაშების მეოთხედ ფინალში დამკვიდრდა. მის მეტოქეს 27 იანვრის მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კასპის გრიფის წყვილის დაპირისპირება გამოავლენს. ძალიან კარგი და შედეგიანი შეხვედრა გქონდა. მივახცეთ დასახულ მიზანს. ვცდილობთ ყოველთვის ასე გამოგვივიდეს. შემდეგი თამაში სუპერლიგაზე ბათუმთან გვაქვს. იმედი გვაქვს წარმატების. საქართველოს თასის მეორე თამაში იყო, დაძაბული იყო პირველი 3-4-ით, მეოთხე-მეოთხეში მოვახერხეთ და გავტეხეთ მოწინააღმდეგე და საბოლოოდ 14 ქულით მოვიგეთ. აი დამაჯერებელი გამარჯვება იყო. პირველ რიგში ვითვლით, რომ კარგი თამაში იყო, ვეთამაშებოდით A-ლიგის გუნდს, მეორე ფინალი საქართველოს თასი და საკმაოდ დაძაბული მატჩი იყო. პირველი თამაში 8 ქულა მოვიგეთ. დღეს საჭირო იყო მობილიზაცია, мотиваცია და საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. დაცვაში ცოტა ბევრი ბურთი გაუშვით, მაგრამ სანდრო სანაძემ და ასევე ყველა ბიჭებმა კარგად ითამაშეს, გამოირჩევა სანდრო სანაძე, მან 51 ქულა გააკეთა. ზოგადად ვემზადებით ჩვენ სუპერლიგისთვის ასევე და ფიქრობ, რომ საკმაოდ კაი მოსამზადებელი მატჩი იყო ჩვენთვის ეს. ტრავმები გვაქვს, ახალბედა მოთამაშე ყავს, დავიმატეთ დემეტრიუს ლეიქი, მაგრამ სამწუხაროდ განთავისუფლების ფურცელი მოვიდა, თამაშიო დაიწყო მესამე წუთზე და დღეს ვერ ვათამაშეთ, რომ გუნდთან შეთამაშებული ყოფილიყო, მაგრამ გვაქვს პირველი ტური გვაქვს 2 რიცხვში. გვაკლია გუნდის ლიდერი და გვაქვს ტრავმები, გვაკლია რამდენიმე მოთამაშე. დღეს არ ყავდა ძირითადი გუნდის 3 მოთამაშე და სთან შეთამაშებული გუნდი ვართ, ახალგაზრდული და საკმაოდ კაი თამაში ვაჩვენეთ ჩვენი მაყურებლების წინაშე, სახლში ღირსეულად ვაჩვენეთ ჩვენი თავი.